Მაგრძელებ გადაცემას თქვენ უყურებთ ევრონიუს ჯორჯიას. ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის 7 მილიონ ნახევარი ევროს კონტრიბუციით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს 4 წლიან პროგრამას სახელწოდებით ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი. პროგრამა მიზნად ისახავს გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს 4 რეგიონში: გურიაში, იმერეთში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამის გრძელვადიანი მიზანია რეგიონებიდან მიგრაციის შემცირება და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ. ჩვენი სტუმრები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის მთავარი ხელმძღვანელი ჰოვარდ ჰარდინგი და პროექტის რეგიონული ექსპერტი ზურა წიგნაძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ჰოვარდ, თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვიყევით, რას გულისხმობს ეს 4 წლიანი პროგრამა, რა არის მისი მიზანი? ძალიან დიდი მადლობა მოგწევისთვის. Thank you very much for დიდი მადლობა პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა რომ კარგად ახსენეთ ჩვენს პროექტზე, უფრო დეტალურად გეტყვით, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია პროექტის მიზანი გავაუმჯობესოთ იმ ადამიანების ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების პირობები, რომელიც ცხოვრობენ 4 სამიზნე რეგიონებში. ვცდილობთ აღმოვაჩინოთ გამოუყენებელი და ნაკლებად გამოყენებული ეკონომიკური შესაძლებლობები და დავაფინანსოთ ისინი, რომ მათ გქონდეთ უკეთესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი. მაგალითად, ჩვენ თავისნობით და მხარდაჭერით მოიწყო კოლხეთის ეროვნული პარკის სამხრეთ შესასვლელი, რამაც უნდა მიიზიდოს მნახველები შავი ზღვის სანაპიროდან. ეს ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. Second example, მეორე მაგალითი, ცოტათი უფრო განსხვავებული. In many of these regions, ბევრ რეგიონში ჩვენ გვაქვს women in rural areas. ჩვენ გვყავს საქართველოში არის ძალიან ბევრი ქალები, უფრო მარგინალურ პერიფერიებში და ესენი არიან ქალები, რომელსაც აქვს ძალიან კარგი იდეები და ჩვენ ვაფინანსებთ ამ შემთხვევაში დამწყებ მეწარმეებს, საუბარი არის 120 ქალზე და ახალგაზრდაზე. კერძოდ მასთვის სასურველი აღჭურვილობის ტექნიკის და რესურსების შეძენა, რომ შეძლონ და გაზარდონ თავიანთი შემოსავალი. ჩვენ ამჟამად გვაქვს 30 პროექტი, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ეტაპზეა. ჯამში 4 რეგიონში 27 მუნიციპალიტეტს ვფარავთ. ლანჩხუთი, დედოფლის წყარო და ჩრდილოეთით ლენტეხის ჩათვლითაც კი მუშაობთ. და ბოლო პუნქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ თანხვედროში ეროვნულ პროგრამასთან, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ 7.5 მილიონი, რომელიც თქვენ უკვე აღნიშნეთ. და 27 მუნიციპალიტეტში და 4 რეგიონში ეს საკმარისი არ არის, რომ შესაჩნევად შევცვალოთ რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური პირობები. ჩვენი სურვილია აღმოვაჩინოთ და დავაფინანსოთ პროექტები, რომელიც მისაბაძი მაგალითი იქნება იმისთვის, რომ სხვა რეგიონებმა, სხვა მუნიციპალიტეტებში მოახდინონ ამის მაგალითებად გამოყენება და მივცეთ ბიძგი სხვადასხვა წამოწყებებისთვის. დიდი მადლობა. ბატონო ზურა, ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა, არის ბაღდათის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ევროსტანდარტებით აღჭურვილი ღვინის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ იმერეთის რეგიონს, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოს. რას შეცვლის, რა შესაძლებლობას გააჩენს ეს ლაბორატორია ადგილობრივი მეღვინეებისთვის? მადლობა შეკითხვისთვის, მადლობა მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რომ ჩვენ მაყურებელს აუხსნათ, რას ვაკეთებთ. ზოგადად, მე ვარ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში და ვეცდები, რომ რეგიონიდან დაგანახოთ, როგორ მუშაობს ჩვენი პროგრამა. ჩვენ შეკითხვა ქონდა ღვინის ლაბორატორიაზე, მე დავამატებ, რომ ღვინის ლაბორატორია ჩვენ ასევე გავაძლიერეთ თელავში. ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, სამწუხაროდ დღესდღეობით მევენახეობის და მეღვინეობის სისტემა ისევ მუშაობს ძველი საბჭოთა სქემით და რას გულისხმობ.
ღვინის წარმოებელი არის ერთი სუბიექტი, ყურძნის წარმოებელი არის მეორე სუბიექტი და სახელმწიფოს უწევს ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ყურძენი როგორც ნედლეული მიიტანოს ყურძნის წარმოებლიდან ღვინის მწარმოებლამდე. რაში იყო პრობლემა? ამ პრობლემის დანახვისთვის ჩვენ დაგვჭირდა საკმაოდ დიდი მუშაობა. პრობლემა არის იმაში, რომ დარგი, რომელსაც ქვია მევენახეობა, მეღვინეობა, რაც გულისხმობს ერთი ბიზნეს ოპერატორის მიერ როგორც ყურძნის, ასევე ღვინის წარმოებას, საჭიროებს დახმარებას, საჭიროებს ხელშეწყობას. მოვიფიქრეთ, როგორ შეიძლება ახლა შეუწყოთ ხელი ყველას სათითაოდ, ხო, ვერ დავეხმარებით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი საჭიროება მათთვის იყო ლაბორატორიული მომსახურება. მევენახე მეღვინე, რომელიც წარმოიდგინეთ, შეჭიდებულია ძალიან დიდ საქმეს, დაწყებული ვენახის მოვლიდან, დამთავრებული ღვინის მოვლით, ღვინის გაყიდვით და ამდენი დროის დეფიციტი რო აქვს, ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას, რომ მიიღოს შესაბამისი მომსახურება. ამავე დროს წელიწადში 20 ჯერ მაინც სჭირდება ნორმალურ მეღვინეს, რომ შეამოწმოს მისი ღვინო, რათა მოახდინოს ღვინის კონტროლი. ამიტომ ყველაზე კარგი საშუალება აღმოჩნდა ადგილზე ღვინის ლაბორატორიული სერვისის შექმნა. ეს რას უწყობს ხელს? ხელს უწყობს მევენახე მეღვინის გაძლიერებას, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რესურსი, რომ აწარმოოს ყველაზე ხარისხიანი ღვინო, იმიტომ რომ მას აქვს საშუალება ღვინის ხარისხი აკონტროლოს ვენახიდან. მეორე, ჩვენ ხელს უწყობთ ისეთი ბიზნეს ოპერატორების ჩამოყალიბებას, შექმნას, ახალისებას, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებული სახელმწიფოზე და ნაკლებ ტვირთად აწევს სახელმწიფოს. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ხელს უწყობთ საბჭოთა დრომდე არსებული წესის აღდგენას და ამ ტრადიციის აღდგენას, რასაც ქვია მევენახეობა, მეღვინეობა. აი ამას აფინანსებს ევროკავშირი და ამას აფინანსებს გერმანიის მთავრობა. ორივე ძალიან ძვირფასი პროექტი არის ჩვენთვის, როგორც თელავის ღვინის ლაბორატორია, ასევე ბაღდათის ღვინის ლაბორატორია. ამ მუშაობის პროცესში აღმოაჩინეთ, რომ ლაბორატორიის სერტიფიცირება, იგივე აკრედიტაცია არის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გეგმავთ, რომ 2025 წლის ბოლოს საქართველოს ბაზარზე უკვე გაიყიდება თელავის და ბაღდადის ლაბორატორიების მიერ სერტიფიცირებული ქართული ღვინო. რაც არის ძალიან დიდი წვლილი ზოგადად სოფლის მეურნეობაში ის განვითარებაში და ჩვენი საპილოტე რეგიონების განვითარებისთვის. ბატონო ჰოვარდ, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონების მხარდაჭერა და გაძლიერება, თუმცა თქვენი დაკვირვებით, თუნდაც მიმდინარე პროექტების მონიტორინგის საფუძველზე, რამდენად ხედავთ ამის პოტენციალს საქართველოში? როგორ ხვდება სამიზნე რეგიონების მოსახლეობა მიმდინარე პროექტებს, ახალ ინიციატივებს? That's an interesting question. ძალიან საინტერესო შეკითხვა. ყველა პროექტს აქვს ესეთი პრობლემები. ჩვენ ზოგადად სულ ყველა ესეთი დაფინანსებული პროექტების მიზანი არის, რომ ინდივიდები დავაფინანსოთ და ინდივიდების ინტერესი გავითვალისწინოთ. ჩვენ ამ წუთას ვაფინანსებთ აღჭურვილობებს, ინფრასტრუქტურას, ყველაფერს, მაგრამ ეს ამას ჭირდება დრო, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად მოსახლეობა, რამდენად არის კმაყოფილი და რამდენად მიიღეს ბენეფიტები. ამას ჩვენ გავზომავთ, რამდენად გაიზარდა მათი შემოსავალი. ეს ორი პროექტი არის, ორი პროექტი გვაქვს, სადაც უკვე ნამდვილად შეგვიძლია რომ ვნახოთ. ეს ქალები, მარგინალური პერიფერიებიდან ქალები უკვე ნამდვილად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 50%-ით გაიზარდა მათი შემოსავალი იმასთან მიმართებაში თუ რა იყო 2023 წელს. ანუ აქ ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ვთქვათ 50%-ით გაზრდილი შემოსავალი. ჩვენი პროექტი მთავრდება სექტემბერში. სექტემბრამდე რისი გაზომვაც შეგვიძლია
ჩვენ ბუნებრივია შევძლებთ, თუმცა როდესაც პროექტი დასრულდება, ეს იქნება საკმაოდ რთული, რომ ვისაუბროთ იმაზე, რა იყო ჩვენი შედეგი. მე როგორც ხელმძღვანელი მიმაჩნია, საკმაოდ დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში, მაგალითად კოლხეთის პარკი, ვიცით, რომ აჭარაში საკმაოდ ხშირად წვიმს და ვიცით, რომ არის აქეთ ლანჩხუთი, სადაც უფრო ვთქვათ უკეთესი ამინდია და აქვთ იმის შესაძლებლობა, ანუ ვაძლევთ ხალხს ტურისტებს იმის შესაძლებლობას, რომ ლანჩხუთში ჩამოვიდნენ და ლანჩხუთში ექნებათ იმის შესაძლებლობა, როგორც პალიასტომის ტბაზე გაისერნონ ნავებით და ზუსტად ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან დიდი შედეგი ექნება ამ პროექტს. ბატონ ზურა, პროექტის ნაწილი არის დედოფლის წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ განახლებული სივრცე შეიძენს კიდევ დამატებით ფუნქციასაც, ეს გახდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრი, ასეა ჩაფიქრებული. რა ეტაპზე არის ეს პროექტი და უფრო დეტალურად რას გულისხმობს ის? მოგახსენებთ, ესე იგი, ჩვენი პროექტის სახელი არის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების კატალიზატორი. ბიოქიმიას რო დავესესხოთ, კატალიზატორი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ქიმიური პროცესების დაჩქარებას, მაგრამ საბოლოო პროდუქტში აღარ არის ეს. ჩვენც გვინდა რომ ესეთი როლი შევასრულოთ ამ შემთხვევაში ეკონომიკის და სოციალურ განვითარებაში. დედოფლის წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უკვე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები და ჩვენ ველოდებით მუზეუმების საერთაშორისო დღეს 18 მაისს, რომ ერთად გავხსნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ესე იგი, ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ შესაძლებლობები ადგილზე. შესაძლებლობები როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე შესაძლებლობები ყველა ასაკის მოსახლეობისთვის, რომ მათ რაღაც დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ მუნიციპალიტეტი და დარჩნენ ადგილზე. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საბოლოოდ გამოვიდა მრავალფუნქციური სივრცე. გარდა კლასიკური ფუნქციისა, რაც გულისხმობს ტურისტის მიღებას, მუზეუმი შეითავსებს იმის ფუნქციას, რომ სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ სივრცე შეიკრიბონ სკოლის დამთავრების, სკოლის საათების დამთავრების შემდეგ. შეიძლება მიზანი იყოს ერთად მეცადინეობა, შეიძლება მიზანი იყოს გარკვეული ფილმების ყურება, შეიძლება რაღაც საკითხების განხილვა. აქაც აღმოჩნდა, რომ ესეთი სივრცე დედოფლის წყაროში კი არა, ალბათ ჩვენ რეგიონში, ზოგადად კახეთში არ არის, იმიტომ რომ სკოლის საათების დასრულების შემდეგ მოსწავლეს აღარ აქვს სკოლაში შესვლის უფლება. მაშინ როცა სჭირდება გარკვეული გარემო, სადაც თავის თანატოლებთან ერთად გაატარებს დროს. საბედნიეროდ ეს უკვე აღარ არის ქუჩა და ქუჩის ალტერნატივა, ასე რომ ვთქვათ, გამოჩნდა მუზეუმმა გამოთქვა თვითონ მზაობა, რომ შესთავაზოს ახალგაზრდებს სივრცე ამისთვის. მეორე შესაძლებლობა. არა მარტო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, როგორ გითხრათ, ტრადიციული რეწვის სკოლები. მაგრამ ამ სკოლებს არ აქვთ პროდუქციის გაყიდვის სივრცე. დედოფლის წყაროს მუზეუმმა გამოთქვა მზაობა, რომ მუზეუმის შესასვლელში მოეწყობა მაღაზია, სადაც ადგილობრივი რეწვის ოსტატებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ პროდუქცია მიყიდონ ტურისტებს. იცით ტურისტების დამოკიდებულება ასეთი ნივთების მიმართ, ყველა ვინც კი მიდის, მით უმეტეს უცხოელი ტურისტი, ჩვენს თუ მივდივართ საზღვარგარეთ, ვცდილობთ, რომ იქ დამზადებული ტრადიციული ნაკეთობა ვიყიდოთ. ამიტომ აი ეს სამი ძირითადი ფუნქცია, რაც არის მუზეუმი, გაყიდვის სივრცე და შეკრების სივრცე, გააერთიანა ამ შენობამ, რომლის როგორ გითხრათ, რესტავრაციაში ჩატარდა ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით. დედოფლის წყარო ამით იმით არის კიდევ საინტერესო, რომ აქ არის ძალიან მდიდარი ადგილები, სადაც ხდება არქეოლოგიური გათხრები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა უკვე განთავსდება ისეთ სივრცეში, სადაც არის შესაბამისი გათბობა, გაგრძელების სისტემა და ექსპონატებს აღარ დაემუქრება დაზიანების საფრთხე.
ძალიან დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებას გისურვებთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის მთავარი ხელმძღვანელი ჰოვარდ ჰარდინგი და პროექტის რეგიონული ექსპერტი ზურა წიგნაძე. თქვენ უყურებთ Euronews Georgia's ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. BMG-ის საქმიანი დილა გებრუნდებათ პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ 8 აპრილის გადაცემა სტუდიაში მუშაობენ ნინი ლონგურაშვილი და გიორგი ისაკაძე. გადაცემის ამ ბლოკში სტუმრებთან ერთად უნდა ვისაუბროთ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ჯამში 7,500,000 ევროს საინვესტიციო პროექტზე, რომელიც საქართველოს 4 რეგიონის 27 მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს. პროგრამა 4 წლიანი არის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით GIZ-ი ახორციელებს. რა არის პროგრამის მიზანი და საქართველოს რომელ რეგიონებს შეეხება. სტუმრებისგან მოვისმენთ უფრო მეტ დეტალს. ჩვენთან ერთად არიან ჰოვარდ ჰარდინგი, GIZ-ის პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის მთავარი ხელმძღვანელი და ასევე გიორგი რაჯაბაშვილი, GIZ-ის პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის ტურიზმის ექსპერტი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. Oh, great to have you here again. დიდი მადლობა მოსვენისთვის. მე რასაც უყურებ ერთი წლის განმავლობაში თქვენი ქართულიც დაიხვეწა. მინდა გავხსნათ ჩვენი საუბარი ამ ერთი წლის თავზე შედეგებით რა გვაქვს, რა პროგრესი აქვს რეალურად პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას ქმნის მთლიანად საქართველოსთვის, ეს მინდა იცოდეს საქმიანმა საზოგადოებამ და მთლიანად ყველა ჩვენმა მიმდევარმა ამ პროექტში ნამდვილი პატრიოტები არიან ჩართულები, რომლებიც უკეთესი საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით აკეთებენ, თუმცა ჩემი პირველი კითხვა ჰოვარდ ჰარდინგთან, როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელთან, მთავარ ხელმძღვანელთან, არის შემდეგი: რას წარმოადგენს ეს პროექტი ძალიან მოკლედ და შემდგომ რა პროგრესს მივახციეთ ამ ერთი წლის განმავლობაში? Thank you very much for your introduction. დიდი მადლობა შესავალი სიტყვისთვის. პირველ კითხვას რო პასუხო, რომელ რეგიონებზე მუშაობთ? გურია, რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, იმერეთი, კახეთი. და ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ევროკავშირის დაფინანსებასთან ერთად, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვართ ეროვნულ პროგრამასთან, მთავრობის. ანუ ჩვენ გვინდა რომ მატერიალური გაუმჯობესება ვიხილოთ ამ რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისა და წინაპირობა ჩვენი პროექტის არის ის, რომ არსებობს გამოუყენებელი პოტენციალი არის ადგილები, ადამიანები, სივრცეები, სადაც გამოუყენებელი ან არასათანადოდ გამოყენებული პოტენციალი არსებობს. რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანო, აღმოსავლეთში მაგალითად არის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ძალიან საინტერესო რაც შეიძლება განცად შევადაროთ და მუზეუმი რომ სადაც ეს ინახება არის სათანადოდ აღჭურვილი რომ შეინახოს ეს არქეოლოგიური მიგნებები და ამასთან ერთად არ იცის ხალხმა ვინც კახეთში ცხოვრობს მათ კოლეგა მაგალითად არ იცოდა ამიტომ სწორედ აი ამ შენობის რეაბილიტაციისთვის ჩვენ დაფინანსება გავეცით და ისინი შეძლებენ ასევე რომ დააწესონ მცირე საფასური მუზეუმში შესასვლელად და ამით მუნიციპალიტეტი დამატებით შემოსავლებსაც მიიღებს და ეს რა თქმა უნდა ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილია რადგან ბევრი ტურისტი რა თქმა უნდა მიდის იქ ეროვნულ პარკში და კიდევ ერთი მოკლედ დამატებითი სანახავი ადგილი იქნება დედოფლის წყაროში. რო ავიღო მაგალითად ლენტეხი, სადაც ჩვენ დავაფინანსეთ მცირე ბაზარი, ეს არის
მოშორებული მუნიციპალიტეტი ბევრი ხალხი იქ არ ცხოვრობს, მაგრამ ვინც ცხოვრობს, მათ უჭირთ საკმაოდ რომ ანუ უნდა გაემგზავრონ ან ქუთაისში ან საგერში, რომ შეიძინონ ან გაყიდონ თავისი პროდუქტები და ადგილობრივ მწარმოებლებთან უკვე ეს მოხდება შეთანხმება, რომ მათ შეძლონ, რომ მიიტანონ თავიანთი პროდუქცია და ადგილობრივმა საზოგადოებამ მეტი შემოსავლები მიიღოს ან ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვით იქვე გაყიდონ თავიანთი. ეს მესამე მაგალითი რომ იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ შევიძინეთ ნიადაგის ანალიზის დანადგარი რათა მცირე ფერმერებმა არა დიდმა ბიზნესებმა შეძლონ რომ ნიადაგის საკვლევად მიიტანონ და უნივერსიტეტმა არა მხოლოდ გაანალიზოს, არამედ რეკომენდაციაც გასცეს თუ რა უნდა დაარგონ, როგორ უნდა მორწყან და როდის უნდა ყვებონ. ეს სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოში, მაგრამ თბილისში და ბათუმში მხოლოდ და საკმაოდ ძვირადღირებულია. ამის ადგილობრივად შეთავაზებით ადგილობრივ უნივერსიტეტში ეს ნიშნავს, რომ რეგიონში დარჩება ეს ფინანსები და ხალხი დაზოგავს კიდევაც ხარჯებს. რაც შეეხება პროგრესს, მე მგონი ერთი წლის წინ ვისაუბრეთ ჩვენ და გამოვლენილი მქონდა სწორედ დასაფინანსებელი პროექტები და ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ვიყავით. ბევრ შემთხვევაში ახლა უკვე განხორციელების ეტაპი თითქმის დასრულებულია, ანუ ფიზიკურ განხორციელებაზეა, ანუ იქნება შენობები თუ სხვა რამე. ანუ ეს საინვესტიციო კონტრაქტები რამდენიმე თვეში ძალიან მალე დასრულდება და ეხლა არის სწორედ ძალიან საინტერესო პერიოდი, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ ამით არ სრულდება ყველაფერი, რადგან აუცილებელია რომ ეს ინვესტიციები გამოიყენონ და ისარგებლონ უკვე თავად მუნიციპალიტეტებმა, მაგალითად ლენტეხში უნდა იპოვოს ხო საბუთმო მოვაჭრეები, ვინც გამოიყენებენ ამ სივრცეებს და ისარგებლებენ ამ სიკეთეებით. ანუ ბევრ რამეში სწორედ ჩვენ გვაქვს ანუ მოლოდინები რომ ესე მოხდება და ანუ თავის ხელში დაგიბრუნდებით. მანამდე გიორგი ესეთი კითხვა თქვენ როგორც ტურიზმის მიმართულების ექსპერტი ორი კუთხით რა გრადი განვითარების და დამატებითი ხირებულების ელემენტები იქნება ამ ტიპის პროექტებით და მეორე ნაწილი კითხვის თუ არ მოგაყრით ძალიან ამ კითხვებს იქნება ტურიზმის კონკრეტულად ხელშეწყობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და პრაქტიკული თვალსაზრისით ეგ როგორ შეუწყობს ხელს ტურიზმის კვალიფიკაციას. მოკლედ ჩვენი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ტურიზმის განვითარება და რაღაც საინტერესო პროექტების მოძიება იყო და დაფინანსება, რომელიც გრადი იქნებოდა აუცილებლად და გრძელ ესე იგი პერიოდში აუცილებლად იარსებებდა. და თითქმის ყველა რეგიონში მოვიძიეთ ასეთი პროექტები და დაწყებულია ამაზე მუშაობა. მაგალითისთვის ერთ-ერთი ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი და საყვარელი პროექტი არის ოდა სახლების გზა, რომელსაც ახლა ვაკეთებთ. სახდება ამბავი. ეს ოდა სახლები მოგვეხსენებათ რომ არის ტრადიციული სახლები და ძირითადად არის რაჭაში, იმერეთში, გურიაში და სამეგრელოში. ამ ოთხივე რეგიონს მოვიცავთ და ამის იდეა იყო რომ მოძიებული ყოფილიყო ოდა სახლები, რომლებიც ჩართული იქნებოდნენ ტურიზმის განვითარებაში და ტურიზმში ზოგადად რაღაც სხვადასხვა ტიპის მომსახურებით. და გაკეთდება გზა, ანუ ასე ვთქვათ, გარეკლამდება ეს, იქნება დადებული ვებგვერდზე და შეიძლება შევთავაზოთ ერთდღიანი ვიკენდის ტურები ან რამოდენიმე დღიანი მათი ინტერესიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე რაც მოძიებულია და ახლობით 50-მდე ოდა სახლია, რომლებიც თავაზობენ ღვინის დეგუსტაციას ალბათ ყველაზე მეტი არის საოჯახო სასტუმროები, რომლებიც ამ ოდა სახლში თავაზობენ სტუმრებს განთავსებას და ადგილობრივი საკვებით დამასპინძლებას. ოთხივე რეგიონში ამოიქოქა ეს ვარიანტი უკვე. და ნუ ასევე არის ჩაის დეგუსტაციის უფრო ესე იგი აქტიურად დასვენების მოყვარულებისთვის არის სვერის
სათავგადასავლო ბანაკსაც აქვს ასევე ოდა სახლი, სადაც ხდება ასევე ამ ტურისტების განთავსება და უფრო აქტიური მიმართულებით ვინც არის, შეიძლება იქით წავიდეს, ვიღაც შეიძლება სხვა რამე აინტერესებდეს. და მოკლედ ესეთი სხვადასხვა ესე იგი მრავალფეროვანი იქნება ეს ტურისტებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ ოდასახლებმა არ დაკარგონ თავისი სახე, ღირებულება და ისე არ დარჩნენ უპატრონოდ მიტოვებულები, როგორც ავთენტურობასთან ერთად საქმეც. ავთენტურობასთან ერთად საქმეც, ხო, ანუ მიდგომა არის ესეთი, რომ თუ დაინახავს დაუშვათ მეზობელი, რომ აი ოდასახლი აქვს, მის მეზობელს და კარგად მუშაობს და სტუმრებს იღებს და შემოსავალი აქვს, თვითონაც ჩაერთვება ამ პროექტში და გაუფრთხილდება ამ სახლს და არ დაშლიან და არ, რა ვიცი, არ დაანგრევენ. იმიტომ შემოსავლის წყარო ხდება. კი, მარტივად რო თქვა. და ასევე უნიკალური შეთავაზება იქნება ტურისტებისთვის, ასე ვთქვათ, ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება, რომელიც საინტერესო იქნება ამათთვის, რომ ნახონ ოდა რუთივით გამოდის, ხო რაღაც. ოდა რუთი. ხო, როგორც ღვინის გზა გვაქვს რა, ესეთი იქნება ესეც. და არის ეს უნიკალური განსხვავდება თან რეგიონებში ერთმანეთისგან, იგივე ამ აივნების, ჩუქურთმებით, რაღაც ძალიან თავისი პატარ-პატარა ტრადიციული ისინი აქვს შემოსული, ხო, და ამას მოკლედ დაწყებულია ეს პროექტი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება. ჰოვარდ, ეს ისტორია არ თავდება. და მხოლოდ ეხლა იწყება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტები ახსენეთ ცალკეული, რომელიც ვთქვათ, მიმდინარე წელს დაფინალიზდება, ეს პროცესია თავიდან ბოლომდე. თქვენ თავიდანვე გქონდათ ჩადებული, რომ ეს ყველაფერი უფრო გრძელვადიანი და რაც თავარია მდგრადი განვითარებისთვის ყოფილიყოს. რა შეიძლება იყოს ის ამოსავალი, რომელთაც თქვენ შემდგომ სტუმრებაზე ან მორიგ პროგრესზე ისაუბრებთ, ან იტყვით, რომ პროექტი ამართლებს თავის დანიშნულებას და იმ მისიას, რაც დღე პირველიდან იყო მასში გაცხადებული. Yes, that's a good question. Yeah. მადლობა, კარგი კითხვაა. Unfortunately, I სამწუხაროდ, მე აღარ დავბრუნდები, იმიტომ რომ ჩვენი პროექტი სექტემბერში დასრულდება. რამდენიმე თვე გვაქვს იმისათვის, რომ დავასრულოთ ეს ხელშეკრულებები და კონტრაქტები. თუ ჰიპოთეტურად დავბრუნდები ერთ წელიწადში, რას შევძლებთ რომ გითხრათ? არის ის, რომ ბოლოს ხალხი დგას ხო აი ყველაფრის უკან, რომ არა მხოლოდ მუშაობს ეს ოდას სახლი, არა მხოლოდ ეს, არამედ უფრო მეტ შემოსავალს იღებს ეს ადამიანები, იღებენ ეს ადამიანები ვიდრე მანამდე, ანუ გაუმჯობესდა მათი ცხოვრება. ზოგჯერ ჩვენი პროექტი უფრო სოციალურ ასპექტს ეხება და არა ეკონომიკურ ასპექტს და ანუ მე მინდა ვკითხო, რომ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა ამ ყველაფრის გამო, რაც გაკეთდა, არა მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი აქვს მაგალითად მუზეუმს დედოფლის წყაროში, ანუ ეს არის ადგილი, სადაც მაგალითად შეუძლიათ რომ მოვიდნენ ბავშვების სკოლის მერე და დასხდნენ, ანუ ეს არის პოზიტიური ცვლილებები საზოგადოებისთვის, ადგილობრივი თემისთვის, ანუ გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ცხოვრება ამას შევეკითხებოდ. დამატებითი ღირებულებები, რა ტიპის მდგრადობა, რა ტიპის უბრალოდ სიკეთეები მოაქვს GIZ-ის მსგავს პროექტებს ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცალკე აღებული რო თქვა, შეიძლება და ჭკვიან ხალხს მოფიქრებოდა ოდა სახლების ამბავი და განხორციელებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ პროექტში ოდას მსგავსმა სხვა პროექტებმა და სიკეთეებმა მოიყარა თავი და რასთავარია განხორციელდა. ამაზე მინდა თქვენი პასუხი ერთის მხრივ როგორც ჩართული პირისა და მეორეს მხრივ როგორც უბრალოდ საქართველოს მოქალაქისა. მოკლედ ჩვენი იდეაც ეს იყო, რომ ეხა იმდენი ჯერ არ არის ძალიან დიდი პროექტი და არც იმდენი თანხა, ანუ არც თანხა ქონა და არც დრო, რომ დროში გაწელილიყო და ესე მოძებნილიყო ეს, მაგრამ მაინც მოუძებნეთ ან ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც შეიძლება იყოს პატარა, მაგრამ კრეატიული და ესე ვთქვათ, ინიცირებას გაუკეთებდა
იმ კონკრეტულ რეგიონს ან ადგილს, საიდანაც შეიძლება ეს დაწყებულიყო და უშუალოდ აი გურიისთვის შეგვექმნა რაიმე ისეთი ტურისტული პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა და გააპიარებდა, ასე ვთქვათ, გურიას. ან რაღაცა ესეთი პატარ-პატარა დაფინანსებები, როგორც დაუშვათ ამ ოდასახლების შემთხვევაში, როგორც ვეხმარებით რა, დიდი არ არის ეს პროექტი. და მცირე გრანტის სახით გაიცემა და რაც სჭირდებათ ამათ დახმარება, ანუ ზოგ შეიძლება აივნის შეკეთება ჭირდებოდეს, შეიძლება რაღაც ტექნიკა ჭირდებოდეს ამის შეძენა, მაგრამ აი ამ მცირე ჩართულობით ჩვენ გონია რომ ხანგრძლივად იმუშავებს და სინამდვილეში ალბათ რამოდენიმე წლის შემდეგ მოიტანს შედეგს, რაზეც ახლა უმუშაობთ, ასე ვთქვათ. ასეთივეა სხვა პატარ-პატარა პროექტები, იგივე კახეთში, აი საფეხმავლო ბილიკებს ვაკეთებთ, რომელზეც მოთხოვნა რა არ ყოფილა აქამდე არ არის. ერთადერთი არის ლაგოდეხში, მხოლოდ და ეს ბევრი ტურისტები ჩადიან კახეთში, სვამენ ღვინოს, მიდიან რესტორანში და რაღაც ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ სად შეიძლება რომ ფეხით ცოტა გავიარო ამ ყველაფრის მერე და რაღაცა ისეთი მარტივი გავაკეთო რა აქტივობა. აი ესეთ რაღაცა ვცდილობთ რა, რომ ამ პატარა იმის გამო რომ დროში შეზღუდულები ვართ და თანხაშიც ყოფილიყო რამე ისეთი კრეატიული, მაგრამ საჭირო და რომელიც თან გრადი იქნება. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. მე მაინც დარწმუნებული ვარ, ხო ვარ რომ ვიგიხილავთ კიდევ თქვენად და გელოდებით სულით და გულით და წარმატებები მინდა უსურვო GIZ-ს და მინდა მადლობა უთხრა მათ ევროკავშირს, გერმანიის მთავრობას იმ არაჩვეულებრივი აქტივობებისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებენ. ჰოვარდ ჰარდინგი, GIZ-ის პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი, მთავარი ხელმძღვანელი და გიორგი რაჯაბაშვილი, GIZ-ის პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის ტურიზმის ექსპერტი. ჩვენ გავდივართ რეკლამაზე და მალე დაგიბრუნდებით უკვე ბექა ბაციკაძე. კი, ბექა ბაციკაძე გაუძღვება საქმიანობას.